დღეს Prime House-ში ნახავთ. გამარჯობა. ჰეო. რას აპირებს გავარდნის შემდეგ ავხსნან? კომენტარს არ გავაკეთე. გევარ ისეთ ადამიანს, რომ ვინმესგან რჩევა. დანახვა სჭირდება. გიორგი, აფერისტი ხარ? არ მაინტერესებს, სუში წამე, თავში ქვაც გიხლიეთ. დღეს ამოგასხაი? ბიჭი ხუბურკანას გაიწე ხარ, მიბარდები. იყო და იქნება ტოქსიკური. ნამუსე წამოაგდე. სალომე. Claps of thunder and bolts of lightning. The wind comes howling through. And sometimes love is just a kite string and a heart-shaped tattoo. And holding on can be so frightening. Prime House-ში გათენდა მორიგი დილა, ამინდი ცოტათი მოწყენილია, იმიტომ რომ გუშინ იყო დასახელება და ჩვენი სამი ულამაზესი გოგოს ხედან აუთსაიდერობის სკამზე. ერთადერთი ანიზე მწყდება ცოტათი გული, მაგრამ ჯერა რომ ანი გახდება SMS ლიდერი. და დანარჩენი რა მოხდება, მერე უკვე ვნახოთ. საინტერესო შაბათი გველოდება, იქიდან გამომდინარე, რომ სამი სხვადასხვა ქალი აღმოჩნდება სკამზე, სამი სხვადასხვა ძლიერი ქალი თავისი სხვადასხვა მიმართულებებით და ერთ-ერთი ქალი არის აქ, რომელსაც ღვიძავს. სალამი ანა, აბა როგორ ხარ? კარგად გიო, შენ როგორ ხარ? და ეხლა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საინტერესო დასახელება იყო. ამინდი მოწყენილი ამ დასახელებით, იმიტომ რომ სამი მანდილოს აინდაჭდა სკამზე და სამი მანდილოსნიდან ერთ-ერთი დავტოვებს აუცილებლად პროექტს. იმის შიში მოკრო შეიძლება გათენდეს ერთ დღეს და ეს დილა აქ არ იყოს. გონია რომ SMS ლიდერი გახდები? გულში მგონია რომ SMS ლიდერი გავხდები. რეალობაში? რეალობაში არ ვიცი. საინტერესო შაბათი გველოდება ნამდვილად სახში დაძაბულობა მაინც ვითომ ხუთნი ვართ და ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ დაძაბულობა მაინც ასე თუ ისე მატულობს უკვე ისე ვართ. ყველა თავისთვის არის და ვითომ ცდილობთ რომ რაღაც მეგობრულები ვიყოთ, მაგრამ მაინც არ გამდის. ყველა დამოუკიდებლად თავისთვის რაღაცა ფიქრებში არის. ამ კვირაშიც რა თქმა უნდა, როგორც მოველოდი, ვარ აუთსაიდერი. სალოსთან ერთად სამწუხაროდ. ძალიან დეჟავესავით გვაქვს. ხო? ნერვიულობ, თან ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ყოველჯერზე ეს ჩემი ნერვიულობა ნელ-ნელა კიდევ უფრო და უფრო მატულობს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მცირდებით, კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება და ეს ყველაფერი მაინც ემოციებზე ძალიან მოქმედებს. ხო. თუმცა ეხლა რომ დავწყდადე ცოტა და კიდევ უფრო გოს მოვიდე, წავაყავას გავიკეთებ ჩემთვის.
სალო გინდა? ხო, რა თქმა უნდა, სალოსაც გავუკეთებ. ეს ჩვენი კოფესტა დილით ისე გვაფხიზლებს ხოლმე. სალო. აჰა, ყავა მოგიტანე. როგორი გრძნობა ისო აუთსაიდერად და თან მესამედ ვართ ორივე. მე მესამედ ზედიზე მომიწია ყოფნა და შენ აი ცოტა ჩავარდნით და ორი ზედიზე. მესამედ ხო, მესამედ ვარ ისა. რავი, შემაჩვიეს და რა გავაკეთო? აი ეს რეაქცია რა უნდა მქონდეს, აი არა, გაქვს რა. არა, მე ძალიან განვიცდი. მე წინა კვირაში მოვიდებოდი რომ წავიდოდი სახლში. მაგრამ ისე მოხდა რომ დავრჩი. გვეღირსა როგორც იქნა კარგი ამინდი, ჩამოვედით აუზზე. თან გავგრილდებით, თან გავირუჯებით, თან ცოტას გავერთობით, დავისვენებთ. მზად ხართეო? რა თქმა უნდა. რამდენი ხანია ველოდებით რომ კარგი ამინდი გამოვიდეს, რომ ცოტა ჩვენც ვისიამოვნოთ აუზით და მზით. გიორგის ჩაეძინა და ჩვენ შეგვიძლია ყინულები დავაყარო. მოკლედ ვიწექი მეძინა, ვიყავი მესამე სიზმარში და უეცად დამაყარეს ყინულები. ამიცივდა მთელი სხეულ და რას ვხედავ სალომე თურმე დამელაობს აქეთიკით. და რითი დამთავრდა, რითი დასრულდა ყოველივე. სალომე აღმოჩნდა აუში. ჩემი და ფუტკრების ერთად უნდა გეშინოთ. ახლა ბავშვი რო ჩამოვა და ყავა რომ მოუნდება ყინულებით რა გავაკეთოთ? პატრიციას გაბრაზება გვინდა, ეხლა შეიძლება დალეწოს აკაურობა, ხო იცი როგორი მძიმე ხასიათი აქვს რა. მოკლედ მე მიხარია ის რომ სახლში არის მხიარულება, მიუხედავად იმისა რომ გოგონები აუთსაიდერები არიან, ეს არის ძალიან მაგარი რამ რომ ყველანი ხვდებიან რაღაცა მხიარულად, ესე პოზიტიურად ამ ყოველივეს და რავი, ყველას ინდივიდუალურად უსურებ წარმატებას, დარჩენას და პროექტში ისე ღირსეულად გაგრძელებას თამაშის. გამარჯობა, მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი, Prime House-ის ჟურის წევრი, მაგრამ როგორც ყოველთვის აქ მოვედი როგორც არა ჟურის წევრი. ძალიან მთხოვეს ბავშვებმა, რომ ერთი დღე 24 საათი ჩვენთან გაატარებო და უარს ვერ ვეტყოდი. ნახეთ როგორ ვარ მოსული. აბა რა შვები? როგორ ახარ? თქვენთან ვიძინებ. ჩემ ხმარს უთხარი რომ გოგოებთან ვრჩებით, ოღონდ არ მithქვამს რომ მთელი საქართველო გვიყურებს რომ ვრჩებით. როგორ ახართ? ლამაზებო. აბა სად ვრჩები და ყავას ვინმალევინე? იცი რა, მე ვთვლი რომ სამართლიანი რო იყოს ახლა სამი აუთსაიდერი, მაშინ ანიც უნდა ერთი ღამით გადმოვიდეს აქეთ. და 4 გოგო უნდა იყოთ ერთად. გოგოების ღამე მოვაწყოთ. ტაროს კარტი მაქვს წამოღებული. ჩემთან წამოდი ლოგინში ჩატაკი დუვინა. არა, 4-ვე რო ერთად. არა მინდა მე ხვის ლოგინში დაძინება ე. კაი, ნუ მაშინ შენ გადაწყვეტე მე გადავძრები, გადმოძრები. ხო, და შუა მე შენთან და მე წახვალ შენ. ხო, კაი. სად დავალაგო ჩემი რაღაცები? მოვშინაურდეთ. მოვშინაურდეთ. და რა კარგია, ღმერთო, მგონია რომ რაღაცა ბანაკში ვარ წამოს. ხაიცი ბანაკი, რამდენი ხანია გოგოებთან არ დავჩენილ ვარ. ეხლა მითხარით გოგოებო, რანაირად მოხდა ისე რომ ყველა გოგო ხართ აუთსაიდერები, აი კარგად მოხვედი. აი რა მოხდა? ხო და კოალიცია ხომ არ არის ბიჭები.
არა. მე მგონი კოალიციები დამთავრდა უკვე. კოალიციები დამთავრდა. გვერდს. ინდივიდუალურ თამაშს ვართ გადასა. ხო და აი რანაირად მოხდა ისე რომ მართლა სამივე მოხვდით აუთსაიდერებში თქვენ. ანუ შენ ისევ გიორგიმ დაგასახელა ხო მართალია? ვინ მე ხო? ხო. მე ხო გაარკვიეთ საქმეები. ხო, მე ისევ პატრიკმა. შენ ისევ პატრიკმა, რატომო? არ უნდა რომ აქ ვიყო რავი. ხო, არა, ეგ ძალიან წარმომიდგენია. ფულია კი, თან მე-13 მიწევ. მე-13 კვირა ზედიზე. ხო. შენ მეორე და შენ რამდენი ხანი არ ყოფილ ხარ აუთსაიდერი? სამი კვირა. სამი კვირა არ ვყოფილვარ. მე როგორ ნერვიულობ ახლა? რა თქმა უნდა, არ მინდა დატოვა პროექტის. რამე ტექნიკა, რამე სტრატეგია გვაქვს გოგოებს? არა. მე სტრატეგიის მომხრე არ ვარ. არა, რატო სტრატეგია ცუდი სიტყვა კი არ არის. ანუ რაღაცა რომ აი რაღაცნაირად მიმართო შენს გულშემატკივრებს, რაღაცნაირად აირჩიო გზა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან შეცვალე წინა გადაცემა, აი წინა ლაივზე შენ აი ძალიან შეცვალე ყველას დამოკიდებულება შენს მიმართ, იმიტომ რომ სწორი რაღაცები თქვი. აი სტრატეგიას თუ მაინც თუ გულისხმობ სტრატეგიას, აი შევცვალე როგორი დამოკიდებულება, იცი? ეგოისტი აღარ ვარ, ანუ აღარ ვარ არც ვიყავი, მაგრამ აი ის ეგოიზმი არ მაქვს, რომ მარტო ჩემ თავზე ვიფიქრო და აი მე დამინახეთ და მე ისეთი ვარ, მე ასეთი ვარ. არა, კარგი ვარიანტია იმისთვის, რომ აი ისწავლოთ რაღაცები ან ჩემს მაგალითზე რაღაცები გამოასწოროთ ან мотиваცია მოგცეთ. აი უფრო მაგისკენ ვარ გადართული რა. პატრიკია ისევ ბოსი. კი. და მე რა ვიცი, მე მოვიდა. ვისი ბოსობა იყო ყველაზე კარგი? ვაიმე, გიორგი რა გამختارიყო ბოსი, ისევ შემდეგ კვირაში თუ დავრჩება და ისევ ორი დისლაიკი ჩემთან წამოვიდოდა და არ მინდა მე. გეტი? დღეს ძალიან ვემზადებოდი. მინდოდა რომ დილიდანვე მოვსულიყავი თქვენთან, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახწია. აქამდე ჯერ ვიყავი გადაღებაზე წასული. მე მინდოდა მანქანის გარეთქვა და რატო გახდა ეს მანქანის გარეთქვა? ესეთი გაუსაძლისი არ ვიცი, ვერ ხვდები სულ რო წვიმსა თქო მაგის ბრალი. ხო და არა და დღეს კარგია მინდია და ვერა. და ჩვენ რა კარგი რეცხობთ? აი მე რა სამბო. ხო, ჩვენ გაგერეცხობთ. თან გავღრილდებით. ვაიმე, არა, რა სიძა? ვიწყობს ასე რომ არ არის აგი. არა, ხალხი რას მიზანს? მე ხა მოვედი ჟური და ვარეცხინებ მანქანას მოგეთობით რა გამაკაცო. ბაცაცინა მანქანა ბევრი საგოშკე. ხო და მით უმეტეს გავერთობით, გავგრილდებით, ცოტას რაღაცა. მაშინ მეც გავიტანს ხო რა. მაშინ გოგოებმა გავრეცხოთ მანქანა. კაი, მოდი გოგოებმა გავრეცხოთ მანქანა. ვაიმე, ჩუსტებით ვარ მოს. გოგოებმა თქვეს რომ მანქანას გაგირეცხავთო. გარეთ თუ გავალთ ჩვენც გავრეც. და იცი რა მაინტერესებს? ტელეფონი რა პონჩი აქვს? რო დამიმესიჯო და დამტოვანამ გადაეცემაში. ხო და ჩამოგართმევენ ახლა ჟურნალზე. არა, ჩემ ქვარს ხონდა უპასუხო რა. არა, გოგოებთან ვარ. ბოლოს მოგებული შენ. მე ვარ მოგებული ამ გადაცემაში. გაიმარჯვა. ბოლოში შემოგაპარებ. და ახალი მონაწილე. და ის დამატებითი მონაწილე, რომელსაც გიმალავდით, არის ნუკი და ჯდება ფინალში. გადი შენ ზედმეტი ხარ. ელოდი ეს სამი გოგო რო იქნებოდა აუთსაიდერი. არა, არ ვიცი. ეხლა რო არ ყოფილიყავით ბოლოს და ყოფილიყო სხვა ისეთი მონაწილეები, რომელზეც კიდე შეიძლებოდა რომ თეომდე გაგვეშვა სახლში. ანუ აი, ხო ხვდები რას ვგონდეს ხო? ამ შემთხვევაში თეო იმის გამო რომ ორჯერ გახდა ხალხის რჩეული, თავს შევიკავებდით. რავი, ჩემზე რატო არ შეიკავეთ თავი ადრე სამჯერო დამაჯინეთ. მე რა გია მეოთხე თუ აღარ დაგაჯინეთ. მეოთხე დანა დააჯინეთ. ეხა იცით რა მითხარით, რატო ფიქრობთ აი ესე დანამდვილებით რომ თეო უნდა წავიდეს? მე არ მიმიცია თეოსთვის. შენ სალომეს მიეცივით. სალომეს მივეცი. მაგასაც ვკითხავ. რატო? ნახე უყურე შემოვედით პროექტში, შემოსვლის დღიდან ავთოს კონფლიქტამდე თეოდნა მთლიანად დაკავებული იყო ავთოსით. მე რეალურად აღმოჩნდა რომ ეს ურთიერთობა თურმე რეალურიც არ ყოფილა. აი როგორ გავწირო სხვა მონაწილე, რომლებიც თავიდანვე მოხდენილები იყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოევლინათ, რაღაცა გაეკეთებინათ, რაღაცეებს ცდილობდნენ, იმას აკეთებდნენ, ამას აკეთებდნენ, როგორ მივცე დისლაიკი ჯერ იმ მონაწილეს და მე ხო ხვდები ან რას გეუბნები. ეს არის ჩემი რა მუსიკა ხსებდები. ეს არის ჩემი აზრით ძალიან სამართლიანი ამბავი რა, თორე ეხა იცი როგორი რაღაცა თეოდოს სახლში გავშვი მე რა ანუ არაფერი. გამოვიცვალეთ, მზად ვართ, უნდა გავრეცხოთ ნუკის მანქანა, მხოლოდ გოგოებმა და ნუკიც მიიღოს გადაწყვეტილებას თავისივე მანქანის გარეცხვაში. ჩვენ მზად ვართ. იმას შეხედეთ. რისთვის გამოეწყნე? მანქანა უნდა გავრეცხოთ.
და ძალიან გთხოვთ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ მე ჩვენი სურვილი ჩვენ გვინდა რომ შენ მაგაგირე ფული გადავუხადე რა ეს თქვა ცოტა გავგრილდებით და თან ჩემ მანქანა ხო არის რეცხება წლობით და აქტიურა გამიდა She's hot, so sweet, the kind of girl I wanna meet. Sexy thighs, long legs, what a girl, she turns heads. She's got her eyes on you. კაფი სიდება კაფი გამოვაკითხე რომ სადა. იბანავე Bad boy. დავიდა კონტროლები You can say you ain't never been warned. გადი ავედი გოგოებმა ძალიან მოინდომეს ჩვენი ჟიურის წევრის გულის მოგება. გავხსნი რომ ეს ყოველივე შედგა, ნუ მე მგონი მოიგეთ შენი გული. შენ ვერ მოიგე ჩემი გული შემოგვიდა ამას ვერ ვიწინი გავა ავედი მე ნახვა ძალიან ნერვიულობ და ძალიან გეტყობა რა ნერვიულობ რა გჭირს აზე ფიქრობ ამდენს რა გუშინდელი დასახელების მერე გუშინდელი დასახელების მერე აჭრილი ხარ 1000-ნაირად ყველა ამჩნევს ახ რა მოხდება ნეტა ეხა არიცი გული გიგრძნობს რამეს არეული აი ყველაფერი არეული მოიცა წინა ორჯერ რო იყავი რას გიგრძნობდა გული ხოდა ის მომენტი რომ აი უეჭველი ვარდები ან უეჭველი არ ვარდები შემატკივრების იმედი მართლობრივად მქონდა ეხლა ახლაც ეგრეა ახან არ ვუტირი ვარ მე რაღაცაზე ხო და ცრემლებს არ ვღური ეს იმას არ ნიშნავს რომ მე სიმართლეს ვერ დავამტკიცებ თუმცა ახლა რომელიმე ნაკლები გულშემატკივარი ყავს ხა და ანუ მაინც არის ფაქტორი რომ აი 50-50 გადიხარ რა, იქ იმასაც ფიქრობ და იმასაც. აი ბოლომდე დარწმუნებული ჩემ თავშიც ესე რაღაცაა. მე ვერ დაგელაპარაკები შენ, ანუ რატო ვერ დაგელაპარაკები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება Prime House სისტემაზე, ხო? ანუ მონაწილეების თემაზე. ხო, მერე? არ მინდა რომ რამე ჭორაობის თემაში და რაღაც თელი ეს ამბები იყო. ძალიან რთული. უკვე აი ყველა კვირა ძალიან რთულია. უკვე რაც უფრო ნაკლები. ხო, მით უფრო რთულდება ყველაფერი. ხო, ყველანი ძლიერები ხართ, აქ უკვე ვეღარც აირჩევ რა, რომელი ვინჯობია.
ვიწუწავეთ, გავერთეთ და ეხლა Facebook კითხვების ლაივის დროა. ვართ ლაივში? მე მგონი ვართ, ლაივიო წერია. იმედი მაქვს, რომ ბევრი გვიყურებს. მე ვერ მოვითმინე, ისევ მოვედი ბავშვებთან. რაღაცნაირად ეს ჟურიზე მეტად უფრო თანამონაწილე მგონია ჩემი თავი და ძალიან მთხოვეს ბავშვებმა, რომ იქნებ რაღაცნაირად და როგორ ახარ დღეს რადგან აქ ვარ, გთხოვთ აი ამ პოსტის ქვემოთ ყველა ის კითხვა დასვათ, აი ესეთი კითხვები რა. აი რასაც სახლში რომ სხეთხართ, გეფიქრებათ, რომ ნეტა ვინმემ დაუსვას ეს კითხვაო. აი ნეტა ვინმემ დაუსვასო და ველოდებით კითხვებს. აბა მეგობრებო, ხალხის კითხვები. და პირველი კითხვა, თიკა თაკო გეკითხება შენ თეო. რას აპირებს გავარდნის შემდეგ ავთოსთან? ავთოზე საერთოდ კითხვებს არ ვპასუხობ, ასე რომ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. რატო არ პასუხობ? არ მინდა, მორჩევსო. და თუ შენი მხარდამჭერია იქნებ რაღაცნაირად უნდა რომ იცოდეს. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, თან გულებით გწერს ნახე. არ ვაკეთებ მაინც არანაირ კომენტარს. კარგი, არაო არ ვიტყვიო. მაშინ ანა ჩერტკოევა გეკითხება შენანი, რატომ კბენ თეოს? შია. მე არ ვკმენ თეოს, მე რო კმენა მომინდეს, კმენით არ ვუკმენ, გადავყლაპავ. არ ვკმენ თეოს, მე ვეუბნები იმას, რაც არის და რაც მინდა რომ ვუთხრა. თეო, რამეზე გიკმენე? შენ გეკითხებიან და რა ვიცება. ძალიან კარგად ჩანს ვინ იკბინება, ვინ რას თამაშობს და ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ რომელი ვიღაცამ ვიღაცა ჩაძიროს. კმენა არ მიყვარს. მე დაღეჭვის გარეშე მიყვარს გადაყავო. თეო კიდე ჩემთვის ძალიან პატარა ლუკმაა, რომ კმენა დაუწყო. შემდეგი კითხვა ხატია. კითხვა სალომეს. როდესაც მარტო დარჩა სახლში, მან წერილები დაუწერა სამახსოვრად დანარჩენ მონაწილეებს, გიორგის და ანის გარდა. ახლა თუ დაუწერდა წერილს გიორგის. მაშინ ცოტა ის სხვა სიტუაცია იყო, ბევრი ვიყავით. და ეს წერილები დაუწერა იმ ადამიანებს, რომლებთანაც მართლა გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა და მათგანაც იგივე იგრძნობოდა ჩემს მიმართ და ახლა დაუწერდი ანის და გიორგის. ალბათ არა. ალბათ არა, ისევ არა. მთელი პროექტის განმავლობაში დისლაიკი ვისგანაც მიმიღია იყო გიორგი და ანი. ანი და გიორგი. მეტი არავისგან არ მიგე. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდიც იყო, როცა ანისთან ვცადე ძალიან კარგი დამოკიდებულება, ალბათ იმაზე ახლო ვიდრე აქამდე ვყოფილვარ, მაგრამ ნუ არ გამოვიდა რა, აი არ ვიცი რატომ, მაგრამ არ გამოვიდა. შენ ახლა ესე შეიცხადე, რას ნიშნავდა ეგ? არ ეთანხმები? ანუ ანისთან ვცადე რა, მე რა ანუ ვაძალებდი ან არ მინდოდა თუ რას ქვია ეს ანისთან ვცადე. ერთ პრაიმ ჰაუსში ვხორო, ერთ სახლში ვხორო და გინდა არ გინდა ერთმანეთთან. არა, ანი აგრესია ნუ მოდის შენი მხრიდან. ნახე ვლაპარაკობ და შენ შეგიძლია რომ განიხილოს. ანუ მე ჩემს დისლაიქს და ლაიქს ვერ განიხილავს. ერთადერთი ადამიანი არ ვისაც შეუძლია მყარად დაწეროს და რაც უნდა ის გააკეთოს. ეს მეკუთვნის მე ეს დისლაიკი და ლაიკი და სადაც მინდა იქ დავწერ. ანი, სალომე ხო თითქოს რჩევებსაც გააძლევდა და რაღაცას აკეთებდა. რა რჩევებს მაძლევდა? ვისი რჩევა რა შემჭირდება? ანუ მგებარ ისეთ ადამიანს, რომ ვინმესგან რჩევა მჭირდებოდეს, მე როგორ დავწერო ლაიკი ან ლაიკი? კარგია, როცა ყავს, ნახე, მე ჩავთვალე, რომ შენი მომენტში გჭირდებოდა ადამიანი, ვინც უბრალოდ აი მსმენელის პოზიციაში იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა თუ რჩევებს მაძლევდა, მაგრამ მე მგონი ჩემი ტიპაჟი ძალიან კარგად იცის, რჩევები არავისგან არ მინდა, არავისთვის არ მithხოვია რჩევა მომეცით ან რა მექენით თქო. კაიანი არ ტეხავს, ყველა სჭირდება რჩევები, ყველა სჭირდება გვერდში დგომა, ყველა სჭირდება ადამიანი, რომელიც მოусმენს და მე მიხარია, რომ შენ დაგეხმარე უბრალოდ რაღაცებს ცოტა დანახვა სჭირდება. მოკლედ მეგობრებო, ფსიქოლოგი მოვიდა მე უკვე მჭირდება ფსიქოლოგი ესე უნდა თქვა. დაგტოვებთ და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. აბა დროებით. ანი, ამ პროექტში ძილის გამო და კოტრიალის გამო ბევრთან ქონდა შელაპარაკება, მაგრამ ასე ძალიან თეოს რატომ გადაეკიდა? ეხლა ამ წამს თეოა ძილის პრობლემა. და ალბათ მაგიტო. თორე სხვები როცა იყვნენ, სხვასაც ვეუბნებოდი, ადექით გეყოფათ ამდენი ძილი.
სოფო ჯულაყიძე გეკითხებათ. ის საინტერესო კითხვა. პროექტის მერე თუ იმეგობრებთ ერთმანეთში აი ეს ბოლო ხუთეული. ან შენ დაავთო. მე მგონია რომ სალუსთან ძალიან კარგად ვიმეგობრებ ამ პროექტის მერე. ნუ რა თქმა უნდა თვითონაც თუთლის მასე. ასე თვლი? ხო, რა თქმა უნდა. თქვენ? უეჭველი. ჯერ პროექტი დამთავრდეს. და მე გკითხოთ? მე მკითხეთ ეგ ყველაფერი, თუ პროექტის ბოლომდე ჯერ ბევრი დროა. გირგი აფერისტი ხარ? მე? ხო. როგორც ყველა მონაწილე, ისე მე. ყველა თანაბრად აფერისტები ხარ? Yes. ნახე ვიღაცა მეუბნება, ნუკი, შენ გაჩვენებენ სალო და თეო რა ერთგულები არიან ერთმანეთთანო. ანუ? ნიშნავს. ანუ თუ რაღაცა დასახელებაზე ალბათ საუბარი, როგორც ჯიურის წევრი. მე მაჩვენებთ რამეს? რაში გინდათ რომ მაჩვენოთ, ხარა? კაი, თეო. აი მე დამანებეთ თავი რა. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, ძირითადი შეკითხვები მაინც ანიზე და თეოზე იყო და თეოზე და ავთოზე. ძირითადად მაინც ეს აინტერესებს მაყურებელს. და მე კიდევ ხედავ, რომ ხართ ძალიან მოწყენილები. რაღაცნაირად ხართ მოწყენილები. არ ვიცი, იმიტომ რომ ცოტანი დარჩით. არ ვარ, საერთოდ არ ვარ მოწყენილი. იმიტომ რომ რაღაცა მოწყენილი. როგორც შენ თქვი გიორგი, რომ რაღაცა ბევრი რაღაცა მაწუხებს, მაგრამ თავს ვიკავებ და აღარ ვიძახიო. არა, ის ხო მაწუხებს ბევრი რაღაცა, თავს ვიკავებ, სხვის საქმეში აღარ ვერევდი, მოჩვენ. თორე სიმართლე იმდენი ვიცი ახლა ამ პროექტში მე. კარგი, მოკლედ მე რაღაცა აზრი მაქვს. ეხლა რაღაცნაირად უნდა ესა დავალაგო აზრი და იქნებ ცოტა გაგამხიარულოთ. ვიდა, ნახოთ, რაღაცნაირად ხო ცოტა გაგაცოცხლ. არ ვერ გეტყვი ჯერ, ნახოთ თუ გამომივიდა ეს ამბავი, თუ გამომივიდა, კარგი იქნება და ვნახოთ თუ გამომივა. გავაცხელოთ ქათმის ხორცი, რომელიც პატრიკმა შეწვა გუშინ ღუმ. მარტო ხო არ ჭამ, თქვენც ხო შეჭამ? კი, აბა. და კარგია. ყავას დავლევ. ტყემალი. ხო თქვენი გაკეთებული ტყემალია, ხო ბარები? ხო, აი ხეზე მოხეხილი ტყემალი. ხო. ამ ტყემის ხაცებს ვჭამ სხვათა შორის კარტოფილს. ეგეთი კარგი ტყემალია? ერთი დაგეხმარათ. დაგველოდე. გოგოები ტრიალებენ, ფუსფუსებენ. ჩემი დახმარება აღარ სჭირდებათ. ყავას დავიცხოთ გემრიელად. წყალი. აუ თეო. აუ, ხარც მიაქცევ ყურადღებას? ნუ შედახიან. შენ? ვაიმე დაიწვა ხადა. და წავიდა ყველა. და ქათამი იწვის. დატოვეს და წავიდნენ. რა ქნა? რანაირად დატოვეს ესე ყველაფერი? სხედვართ, სადილობთ და ნუკის არასვენებს კითხვები, აინტერესებს ძალიან ბევრი რაღაც, კონკრეტულად თეოს მიმართ. მე იცი რა მგონია? უცნაური, ანუ აი რატომაც ხალხს აქვს ცოტათი გაურკვევლობა და რატომაც გისვავენ ამდენ კითხვას ავთოზე არის ის, რომ ნახე, შენც ხო იცი. რომ იმ დღეს როცა გავარდა ავთო, მაშინა ეს ყველაფერი რო გაირკვა. შენ ძალიან ბევრი მაქალმა დაგიჭირა მხარი, იმიტომ რომ თავის თავი დაინახა. გადიხარ გარეთ და ხვდები თუნდაც მეგობრულად. ნახე, ეგ გადაკვეთა, უბრალოდ გამოვიყენეთ, რომ ვილაპარაკეთ. ანუ ვილაპარაკეთ. ხო, ანუ ეგ მომენტი იყო, რომ აი რა იყო შენთვის მართალი, რა იყო ჩემთვის ტყუილი და ვისაუბრეთ მართლაც. ანუ ერთმანეთში ვილაპარაკეთ. ეგ უკვე იმდენად პირადულია, რომ არ მინდა რომ გარეთ გამოვიწყანო, რა ვისაუბრეთ. რომ თეოს უნდა რეალურად თქვას, რა ხდება, მაგრამ თვითონაც ამჯერად ძალიან გაურკვევებაშია. შენც იყავი ხო იქ რო შეხვდნენ? ჰა. და ცალკე გავიდნენ და ისე ილაპარაკეთ თუ? ვაფშე მოვხვდი ესე. ეს ურთიერთობა იყო და იქნება ტოქსიკური. თავიდან ძალიან საყვარლობა, ძალიან love story, ძალიან კარგი იყო, განწყობაც შემოჰქონდა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა უკვე მე პირადად დამარწმუნა იმაში, რომ კი, ნამდვილად ტოქსიკური ურთიერთობა. არც ასაკი, არც შეხედულებები, ნუ სხვადასხვანაირი სტილი და აი ყველაფერს თავი დავანებოთ. ხო. ანუ ტოქსიკური ურთიერთობა. მაგაში გეთანხმები? არის.
ესეა შეუძლებელი, ანუ ესე დაწყებული ურთიერთობა მე რაღაცა ხვდები რა სასარგებლოდ დასრულდეს. გაგრძელდეს ანას. შენ არ თვლი რომ ტოქსიკურია? შენ არ თვლი რომ ტოქსიკურია? როგორ არის? წარმოიდგინეთ პროექტის მერე რომ გაიჩითონ ერთად და არის მაგის შანსი? ყველაფრის შანსია უკვე. არა, შენ ფიქრობ რომ არ არის რომ ერთად გაიჩითონ და იყვნენ ერთად? რატო არა? არ ვიცი. აი ხო გეუბნები, არ ვიცი. მე ვფიქრობ რომ ვერც თეო და ვერც ავთო ვერ იაზრებდა ზოგადად ამ ყველაფერს. მოწონება, სიყვარული, ყველაფერი დადებითი გადაწონა აი ამ გარემომ, დაძაბულმა სიტუაციამ, სხვადასხვა ადამიანებმა. ისე რო არ ყოფილიყავ პროექტში. არა, მაინტერესებს, რა თქმა მაინტერესებს. დაგიდა გოგო. რო არ ყოფილიყავ პროექტში, როგორ ფიქრობ, უფრო გამოვიდოდა თქვენი ურთიერთობა? არ ვიცი. ვერ ვიტყვი ესე. რაღაცა მგონია რომ გოგოები მოწყენილებით ხართ. აუ არა. ეს ხა დღეს ვიყავი ესე თორე. გუშინაც ეგრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ნუკი ცდილობს ჩემს გამხნევებას, მაინც ვნერვიულობ. მაქვს ხოლმე ესეთი პერიოდი. მაინც დასახელების მერე გახდი ეგრე? მე დასახელების მერე გახდი ეგრე. ნუ კაი. შეიძლება ყველა დღეს აღარ ვიყო მე პრაიმ ჰაუსში და ეს ძალიან მაშინებს, მანერვიულებს და ვგრძნობ ამ ყველაფერს, რომ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და აღარ იყოს. და არ მინდა. ამას რა შეიძლება იცი, ამის ყველა დიდი პრობლემა რა, აღიარება არ შეუძლია რაღაცის. ანუ აი არ შეუძლია აღიაროს, რომ რაღაცაში, აი მაგალითად ცუდ ხასიათზეა, ან შეცდა, აი ვაგვირეს რომ ველაპარაკები, უჭირს, არ აღიარებს. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე რომ ყველასთვის მეთხოვა რომ ჩაიცვან ისე როგორც მე ვარ ჩაცმული, იმიტომ რომ მე დავსვოლდი და სხვა არაფერი არ მაქვს და ღამის პერანგში ვარ. ყველა ამყვა და რაღაცას გიპირებთ. ნუკისაცვია საღამური. რამოდენიმე მონაწილემაც გადაწყვიტა რომ ნუკი მარტო არ დატოვოს და მეც გამოვეწყე აი ამ საღამორში ოღონდ არავინ არ იცის რა ხდება. და სულ როგორ გემართება რომ მოიხარ და სულ რა ვქნა, რამდენი რაღაცა წამოვიღო. შემოვდივარ თუ არა მასველებთ ეგრევე. ჩაცმი გითხარი, ჩაიცვი და ჩავიცვით ყველა. მოდი. მოდი დროზე შენ გელოდებით ყველა. ახლა გეტყვით რატომ გამოგაწყეთ ასე? გამოგაწყეთ იმიტომ რომ მე არ ყოფილიყავი უმცირესობაში და თან იმის მერე რაც მოვედი ყველა მეწუწუნება რომ რატო გაქვს ტელეფონი, რატო გაქვს შენ ტელეფონი, რატო გაქვს შენ ტელეფონი და ვიფიქრე რომ მე ხომ აქვს რაღაცა ძალა როგორც ჟურის წევს ხო და გადავწყვიტე, დაგარეკინებთ ყველას თითოს ერთ ადამიანთან ახლა იფიქრეს, აი მე დარიყვარა, შენ მაინტერესებს. არა, დაგარეკინებთ და გაგაკატავებთ ქალაქში. მე მინდა გავიცნოთ თქვენი მეგობრები. ოკეი, თანახმა ვართ. და ასევე მინდა რომ მაყურებელმაც გაიცნოს თქვენი მეგობრები, ყველასთან გავჩერდეთ, ყველა ვნახოთ, შენ ასე მოდიხარ. ხო და გიტაცებ. როგორ იყო? მოიტაცეს ბოლოს ნახოთ ჩვენ. თეო მივდივართ აფთოსთან? ვიგო. სოფელში რომ მიდის, ხო იცი ოჯახი, დილიდან რომ ემზად, აღდგომას რომ დილიდან გადიან საღამოზე რომ Გამოგვიშვით! პარო, ნუ რა მოხდა? რაღაცა ერთი უნდა დავაშავო. ეს ესეთი ბავშვია. კახი! მე რატო ვეძახ? გამოვდა და 1 2 3 ერთად. კახი! მუსიკა ჩამიგდე, გავა. მოვედი და შეგიძლიათ ჩავაგდე. ოღონდ მალე.
მესამე პოსტზე გადავედით. Genocale! მოდი მეც გადაგაკეთე მოდი არა უნდა შევახტე ეგრე წამოდი შემახტი გამიწირე სათვალე მოდი ოპა გადრიალდა გადავიდა თან მესამე პოსტში შამპანი უნდა სამები ოპა დავწვე ბავშვი მოგიყვანა პატრიკ აუდამაცინედით მან კატაჭი. წამოდი, უნდა ჩაგაკვეთო ისე ჩემ პატრა მანქანაში. აი, რა ვიცი, რაღაცნაირად შეაკოწეწე. თუმცა ცოტა უფრო დიდი მანქანა მეტყვი ყველა ჭარბი. ბენ ამ გოგოს ერთი შეკრული დიდი გადახდილი გამე ისეთი ჯიჟოპო მაგ. აუ ერთი დავში რა თუ შენიან არის. კარგი, მათხოვე რა. აი, ერთ დავკურგავ და მოვა. მიდივარ ჩემ პადრუგასთან. აბა მომედი. აიმე, მომედი ჩემ მეგობართან ამნა მუზე უახლოეს და რამდენი წლის მეგობართან და ამნა where are you? Where are you from? ბებე ისეთი მთვრალი ვარ, ისეთი მთვრალი. ესენი არამსმელები არის, ბავშვები წყალზე სულებს ეს. არამსმელი იყავი აქამდე. ამათ ხელში ხარ, კი არ დაალენ. კიდე ზედმით რო არ გააგეთ, კიდე მიგო. ეს არის ჩემი უახლოესი ძალიან დიდი წლები დამამზერ ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩეველი მეგობარი, გვერდში მდგომი. ესენი არიან ლუკის კი იცნობენ. ისეთ ახკარი. იმიტომ რომ საცობია. ეს და აი აღარ რასთან და ხვალ გეუმა სპექტაკლი მქონდეს ეხა გამოდიოდეს. შენი ქმარი რატო არ ჩამოვიდა? სანდრო! შენ წაგეგი და ცეცხლი. ო ვითომ არ ესმის, ვითომ არ ბავშვები ჩაიბარა, ვითომ ბავშვები ჩაიბარა. წამოდი, let's go, წავიყვან, In the summer. Bye. რაშვები. მოდი როგორი გოგო მოგი. გაიცანი მეგობრებო ეს აქტიური არის სამგოგები აღარ გამო ხები ბოსტი მე ხო ვარ ბოსტი მაგრამ სამსახურში მეც ხარ ბოსტი აი მე აურა გასთავდა გაიცნიდა მომე ჯერ არა რა მერჩევას ხობარ მომწე იმის მიუხედავად რომ მაინც უკვე ძალიან ცოტა დავჭირთ და რაღაცა ძალიან დავმეგობრდით და დავახმოვდით ერთმანეთთან მაინც ისეთი აურა არის რომ ჩემთვის ცოტა შემაწუხებელი არის და ის რაც მომდა ცუთხასიათი მაყენის და თან როიგო ხო მაგრამ შენ რო ქონდა სამსახურში აურის სუნები ეგ აღარ გაქვს საუში ერთი აურის
აღარ შვენის სექსს. აი მიყვარს. წარმატებები. გაურეგე სიძებოდით ოჯახში კატლეტი დაყარონ დაფარდე და კარტოფილი. იჩნებ ანის დედას. კი, ანის დედასაც ვუწევ, ანის დეიდასაც ვუწევ, ანის შვილსაც ვუწევ, ანის მასაც ვუწევ. იცი რა ლამაზი შვილია. მოვედით ჩემთან, ეხა შევხვდებით დედიკოს და ჩემ პატარა გოგონას და ეს იქნება ჩვენი ბოლო გაჩერება და იმედია ძალიან გავაკეთოთ. შილო მოზედე? ხო იცი. ყველაფერი იქნება კარგად. ნატა, დე, ეს არის სალომე, ეს არის ჩვენი ჟიური, ნუკი, ეს ნატალია. ლამაზია, როგორ გქავს. სად არის ბებიაში? დედა! გავიცროლო! ნატუ. მე ვდგავარ ხო? გამარჯობათ. გიორგი, ფარო სიძე მიწისო და ბაბი, გალო, თავი დამანები უჭია. მიიღებ ამას სიძე და აი ერთადერთი რასაც გთხოვ, ხო არასდროს არ მთხოვია შეცვალე. თავი აიყვანე ხელში. აი გეხვეწები, ხო? აკონტროლე სიტყვები, აკონტროლე შენი მოქმედება. მე ვიცი. ვინმე ნატალის რო ეხება, რა მოგდის. მე ისიც ვნახე, როგორი თავდაჯერებულად სუნთქვით, როგორ გიჭირდა თავის შეკავება, რომ უთხარი, რომ მოუწოდოს თავის გულშემატკივარს, რომ არ ჩარიოს ბავშვი საერთოდ. ეხლა არის ფინალისკენ მიდიხარ, ბოლოსკენ მიდიხარ, ეხლა უნდა მოთოკო თავი, კარგი? აი კარგად იქნება. ხო, გეხვეწებით რა. ნუკის უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ დღეს მოგცა იმის საშუალება, რომ გავეტაცეთ პრაიმ ჰაუსიდან და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გვენახა. ანემ ნახა დედამისი, თავისი შვილი, მე ვნახე ჩემი ძვირფასი მეგობარი, სალომე ნახა თავისი მომავალი მეუღლე, თეო ნახა თავისი უღრმეს ძვირფასი მეგობრები, პატრიკმა თავისი მეგობრე. ნუკის გაუმარ! 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 მოვედით. მოხვედი ხალო. ვინმე დაგვრჩა სახლში? რამდენი მეგობარი გყავთ, რომ მთელი დღე დაგვრჩერდა მოსავლელად? რატომ მიხარია სახლში დაბრუნება ხოლმე? ლიზი! ჩემო სიცოცხლე სად იყვა მე სათოლი რამდენი უნდა დავარდოთ მერტო. ლიზი სად იყავი ჩემო სიცოცხლე სად იყავი? ნუ შედი ყავს. ჟიური დეიდა სუში მინდაო. ხორვატწყენი ნებდით. ბოლო ჟიურია. გავაკეთეთ და აღარ გავჩერდით. ხო აქ დასასრული ყველა ამას არა. ეგ იქნება 800 გრამი. მოდი არ გვეყოფა ერთი, ხო? თუ გვეყოფა ერთი. გოგო იცი რა არის? მოდით, აი ნახე 200-300 გრამი დავამატოთ რა. ვინმე დაიჯერეთ 4 ბოთლი შამპანი რომ მოგ დალევ და ჩურჩოს რა. დაბრუნდით მეგობრებო და პატრიკი დამპირდა მანამდე რომ გასწავლიო როგორ გააკეთო სუში და გადავწყვეტეთ მე რა რო ხამია. მაინც უნდა გავაკეთოთ სუში. კარგად უნდა გავაკეთოთ. კი, აი რომ სახამებელი გამოიცალოს რომ წეპო ქონდეს რა, ხო ხდება. ერთავიდან მე მგონი ცოტა მეტი ბრინჯი უნდა. კიდე ცოტა ჩემო მეგობრო, არავინ თავს რო არ იკლავს ჭურჭელს ეს თვაში. ჩემ გარდა. მე უნდა გადმომეცეთ პრაიმ ჰაუსის ყველაზე წარმატებული თუ ფავორიტი მრეცხავი. გადავირი ავიშვარია და ჭურჭელი 1000 კაცი დავრეცხე თავიდან ბოლომდე ნასომა ტიპმა მე მარტო. ჩხუბობს იმაზე თუ როგორ ვაკეთებენ მხოლოდ ბიჭები სახლის საქმეებს. გამოვიდა ხა ყელში ამდენი ხანი. მე პირველივე დღედან თქვი რომ საჭმლის გაკეთებასთან მე შორს ვარ. სულ ასე ხდება ხოლმე? იცი არა. კარგად ვართ ხოლმე, კარგად ვიქცევით სხვა. გიორგი. არ მაინტერესებს სუში წამეთ ფეხებზე მკიდე. გიორგი ხა. არა, გუშინ ყველამ ერთად გავაკეთეთ საჭმელიც, ჭურჭელიც დავრეცხებ, სხვამაც დარეცხა, მე ის ყველამ ერთად გავაკეთეთ ყველაფერი და დღეს უბრალოდ სხვა რაღაც ბრალია. რისი ბრალია? ხო აი არ ვიცი. просто დაიღალა ის ჭურჭელი რო გაუტყდა, ის ჭურჭელი რო გაუტყდა, თვითონაც გაუტყდა და მაგაზე გაბრაზდა?
ხო რა. მესმის ამ სიტუაციაში მაგისი, იმიტომ რომ ალბათ მეც გავბრაზდებოდი. მაგრამ მართლად ისეც არ არის, რომ ჩვენ გოგოები არაფერს არ ვაკეთებ. კაცები წაკუზულები ვართ ამ პროექტში, იმინა მთელი 2 თვეა და ქალი იყენებს სექსიზმს, ბულინგს, რომ თუ ეტყვი იატაკი მოწმინდან ჭურჭელი და არეცხავ საჭმელი. ანუ ვინ იყენებს მაგას? ჭურჭელს რეცხავთ მე, იატაკს წმენ, ნაგეცებს გიკეთებ შენ. საღამოს ყოველს გვეზარება ხოლმე ჭურჭლის გარეცხვა და დილით კიდე გიოზე ადრე არავინ არ დგება, ასე რომ პირველი როგორ ეგი ღვიძებს, როცა ხვდება გასარეცხი, რეცხავს, ახლა მაგას ვერ ვიტყვი რომ არაკეთებს ანა. არაფერს აღარ გავაკეთებ. დილით რომ დგებოდი და ვალაგებდი вас გაწყრიალებული სახლი ვხვდები, მოვჩო. ანუ როგორ ჩანს ეს ვერავინ ვერ დააფასა, იმიტომ რომ საბოლოოდ თუ რამეს გააჟღებ არის სექსი. ანუ დღეს ამოგასხა, აი დღეს იყო ეს მომენტი. ეს იყო პიკი დღეს. იმიტომ რომ შენც არ გწეს არავინ პატივი. შენ ხარ სტუმარი, სტუმარს მაინც უნდა სცე პატივი. სტუმარი, რომელიც მოვიდა, სტუმარი ჟიურის წევრი, ქალი პატივი უნდა სცე, რომ აი ეს ჭურჭელი არ უნდა იყოს თავზე საყრელი. მოკლედ გიორგის ვერ ვეთახმები ბოლომდე, იმიტომ რომ დააცადე, იქნებ გარეცხოს, ხო? ნამუსზე წამოვაგდე ეს გოგო რა. ხო, მესმის შენიც ახლა ამ მომენტში, მაგრამ წამოვაგდე ნამუსზე, ხო? იქნებ რეცხს. მაგრამ არ მივარდები, შენ ხო უბორკანაზღაიძე ხარ, მივარდები. დაუბორკე, დააწყრიალებ ყველაფერს, მე გამოდიხარ ჩხუბობ. დღეს უბრალოდ გიორგის ცოტა ზედმეტი მოვიდა დალევა. დარი? ყოფილობთ. ან მაინც ახლა მაგისგან ერთი როლი უნდა გამოვიდეს მარტო? ნახეთ რა მარტივია. მთავარია რომ ბრინჯი გქონდეს სწორად მოხარშული და მე უკვე ხო მივხვდი ყველაფერი ძალიან მარტივია. ინგრედიენტები ესა, მთავარი ანუ ბრინჯია და სწორად გააკეთო. ნუ აი მე ხა ყველაფერში ძირითადად ნორის ფურცელს ვიყენებ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პლასტიკი და ბრინჯი ეკრობა თვითონ აი ამ როლერს რა. ვაკეთებ სუშის. გონია რომ ძალიან გემრიელი გამოდის. პატრიკი მასწავლის როგორ უნდა გავაკეთო სუში. რო ჩავალ ჩემ ამერიკებში რომ გავაგიჟო ჩემი ქმარი. ყველა კი არ დავძრებოდი ღამღამობით პრაიმ ჰაუსში თქო ვისწავლე რაღაცა. ნორს აქვს ორი მხარე, ერთი არის ნახე როგორი პრიალა და მეორე ხავოიანი. ეს არის პრიალა, ეს არის ხავოიანი. ვიწყებ ყოველთვის ხავოიანი, ანუ ხავოიანზე უნდა დაიდოს ბრინჯი რა. მე არ ვიცი ვისთვის ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება სადმე გვერდით ხორცელია და არ მეუბნებია. 200 როლი რა თქვია. მაგრამ პრიპასია და რა ვქნათ. ოპერაცია სუში. აი ნახე, ყველაფერი აი აქ უნდა მთავრდებოდეს ერთად. მთელი ბრინჯი რაც 10-ზე უნდა ყოფილიყო და ერთში ჩადო. გიჟდები. კაცო, კარგი დიასახლისი რო ყოფილიყავი, ხო გავთხოვდებოდი საქართველოში, აბა დაფიქრდი. აი ეს წამოიღე აქ. აი ესე, ნახე. წაიღე და შეუტყიე. აბა ნახე. აი, გადასარევი. ეხლა ნახე, ნელა წაიღე ისევ და ისევ ესე. და ვატკებ. მე პირადად არ გამიკეთებია არასდროს და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით და ახლა უნდა შევიკრიბოთ ყველა ერთად, რომ დავაგემოვნოთ ჩვენი გაკეთებული სუში. გამზადდა სუში ძალიან ლამაზი გამოვიდა და წესი ძალიან გემრიელი უნდა იყოს, ზუსტად იცი ჩემი რომელიც არის. ჩემი გაკეთებული. შენი არის ეს? აი ესენი, ხო. ბევრი ბრინჯი რო არის. ხა და მე რა რო ღამის 3 საათია. მე რა. არანაირი არაფერი. ვაწყობ ჩვენს ტაროლოგიას, იმიტომ რომ ჩვენ სამი გოგონა ვზივართ აუთსაიდერის სკამზე. რეებს აკეთებ. ნუ კი. მე გადავწყვიტე, შენ ხო წამოიღე შენი ლამაზი და მშვენიერი ტარო. ენერგიებით გაჟღენთილი ახალი ტარო და მე მინდა რომ სანთლები დაგინთო, დავანთოთ ჩვენი ტაროების მიმართ. რაღაცა ჯადოქრული ღამეები. იყოს ჯადოქრული ღამე. კაი, მოიცა მოვიტან ჩატოში. ჯერ შენ გაშალე? ხო. მაყურებელმა დაიმახსოვროს. ხო. მე გავშლი. რა აუთსაიდერებიო. მოდი გოგო. გაიგეს გოგოებმა და მოვიდნენ. შევიკრიბეთ გოგოები, ნუკიმ და ანიმ გაშალეს ტარო. მოდი დავიწყოთ იმის გაშლით, რა მოხდება ლაივზე შაბათს.
ახლა ეს გავიგეთ, რომ SMS ლიდერი ხარ შენ და ეს ორი. ტაროს თქმით, ანი გახდება SMS ლიდერი და აქ უფრო რთულდება სიტუაცია, იმიტომ რომ ჟიურის მოუწევს არჩევანის გაკეთება ჩემსა და თეოს შორის. ამ სამი კარტიდან შეიძლება პროექტი დატოვოს თქვი საომე კაპანაძემ. ტარომ გითხრა ესეთი რაღაც, რომ ანი გახდება SMS ლიდერი და დაგტოვებს სალომე. თუმცა მე მგონია, რომ ტაროს ბოლომდე არ უნდა ვენდოთ და ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ყოველთვის ცდება ხოლმე, ანის ტარო ამ კვირაშიც ასევე მიყვება მაგ გზას. კაი, მე სამ კარტს ამოვაგდებ მაშინ. ანი თეო. ნახე? შენ ამოგივიდა რაღაცა შემოთავაზება, გზა და ბედნიერება. თეოს ამოუვიდა მხარდაჭერა, რაღაცა გზიდან ასევე ამბავი კარგი, მაგრამ რაღაცის არ გამოსვა. შენ რჩები? თეო რჩება. სალომე. მაგრამ ხელში უჭირავს კვერთხი და კარონა. ანუ რაღაცის წინსვლა აქვს. ნუ კისტა რომ მითხრა რომ SMS ლიდერი გავხდები. ჩემო ტარომას თქვა რომ SMS ლიდერი გავხდები. შენ შეიძლება რო გახო დაორსულდე ძალიან მალე. ძალიან მალე. კი, შეიძლება, ნახე? და გიჭირავს. კარგი კარტი ამოგივიდა, ძალიან სასიყვარულოც და საქმიანიც ძალიან კარგი კარტი ამოგივიდა. ნო, არ მინდა. არ მინდა. ნახე როგორი კარტი ამოვიდა. მომავალში გაქვს რაღაცა სასიყვარულო ამბავი. დიდი სიყვარულია. ტაროს გაშლის დროს მე ამომივიდა ის რომ გავთხოვდები მალე და რაღაც სიყვარული მელოდება ისეთი მოულოდნელი ესე რომ ვთქვათ. ხოდა. და ნახე ამ სიყვარულთან გეჩქარება. ბა, რა შუაში ავთო ეხა იმასთან ეხა. ხوار გათხოვდება. კი, ეგ კარტი ეგ არის. გათხოვების არ ვიცი, მაგრამ მეინტერესებს შენზე და გიორგიზე, იმიტომ რომ დღეს რო ვიყავ სასულებ. მარტო ჩემზე გაშე. შენზეც გავხდი, მაგრამ აი რო თქვა რომ სიძე მოდისო და თან ცოტა ნასვამი რო იყო, ცოტა ხო მოგხვდოთ ეგ. აუ არა, ცოტა კი არა ძალიან მომხდარი. ანუ ხო არის ეგეთი რა. ძალიან იუმორია. შეიძლება. მე არ ვიცი რო არა. შენ ხვაენთო. აი? კი. როგორც კი თქვა ეგ ამბავი შენც აენთე. ნახოთ რა იქნება გიორგის და ანის ურთიერთობაში. როგორ განვითარდება მოჭერი? ამას რიზიკი. არა. რა კარტია? ნახე რა სიყვარულები ამოდის. თქვენ ვისატყუებ? კარგი შეიძლება რაღაც ხუმრობები იყას. არა, რეალურად კარტი აჩვენებს რომ აქვთ რაღაცა გრძნობები. რაღაცა არ გამოგდით. არ გამოგდის. გარემოს გამო არ გამოგდით. შეიძლება. ნუ კი სტარო მითხრა ჩემი და გიო შორის რაღაც გულისწყოტაა და თან სიყვარულიაო. სიყვარულები პრაიმ ჰაუსში. რა ხდება? მაიცა მე წამოგიღე მაკარს. ეს კარტი არ ამოდის არასდროს და ანუ იმასთან ამოვიდა რომ იმასთან მოხდება ეს სიყვარული და შენთან ამოვიდა რომ შენ უბრალოდ სურვილი. გინდა. აკეთებს ექტარო. არა, ანი ყიფშიძე, პრაიმ ჰაუსის პროექტს მოიგებს? ნუ ეს კითხვა დავსვათ. ნუ შენზე ისევ გამოვიდა თითქოს SMS ლიდერი ხარ. არც კი არ არის, არც არა, მაგრამ რაღაცაზე ძალიან დიდი მე მგონია რომ გულისწყობა. კარტს არ უნდა ვენდოთ ბოლომდე. არასდროს. თქვენც იგივე სიძახით ხოლმე ასე რომ არასდროს არ უნდა ვენდოთ, მით უმეტეს როცა მევშლი. დაძინებამდე ნუკისთან. ახლა ნელ-ნელა ამოვლენ აუთსაიდერები. ანი, უნდა დაგელაპარაკო აუთსაიდერობაზე. ელოდებოდი რომ შენ დაგასახელებდნენ? ჩვენ ვართ 5 მონაწილე და რა თქმა უნდა ამ 5-დან ერთ-ერთი შეიძლებოდა რომ მეუყოფილიყავ. ანუ ეს დანამდვილებით 100%-ით ელოდებოდი? ხო, აი გული რო გიგრძნობს რაღაცებს. მაგრამ გული იმასაც მიგრძნობდა რომ წინა კვირას უნდა წავსულიყავი.
ეგ ვიგრძენი. აი ეთერში რატომღაც ვგრძნობდი, რომ ისეთი განწყობით იყავი, რომ უკვე რაღაცნაირად ემშვიდობოდი. იმიტომ რომ თავიდან ვთქვი, იმ წამსვე ვთქვი, რომ ისე ვიქნებოდი აუთსაიდერი. მე რო SMS ლიდერად გამომაცხადეს, სალოს გარდა არც ერთმა არ მომილოცა. არავინ არ მოვიდა და არავინ არ გითხრა? იმ დღეს არა და ზოგადად ესე ხმამაღლა აქ მოვედით და მაშინ გააჟღერეს, რომ უბრალოდ უოლოცავ დარჩენას. აი რისი იმედი უფრო გაქვს? აი გგონია რომ ხალხი უფრო მეტ ხარ და მე მგონია რომ გავაკეთე იმდენი, რომ ხალხს ელემენტარული ცოტათი მაინც გავაღიმე რაღაცის გამო და მგონია რომ იმ რაღაცის გამო გვერდში დამიდგებიან. ანუ იმედი გაქვს შენ? იმედი მაქვს, რომ ხალხს მოუწონ ვარ და უყვარ ვარ. გახდები ისევ SMS ლიდერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის და გული როგორ გიგრძნობს? ახლა ის ხალხური ინტუიცია ხო? არა, ამ შემთხვევაში ეს ქალური ინტუიცია ვერ მაშობა რო ქვია, ვერაფერს ვერ მეუბნება. მართლა მინდა პროექტში დარჩენა და რა თქმა უნდა მოგება. რატომ დაუწერე ანის დისლაიკი? ეს იყო იმიტომ რომ თეოსთან მეგობრობ? თუ რაღაცა მიზეზი გქონდა რატომაც დაუწერე? ვერ მივხვდი რა გააკეთა ანიმ. იმიტომ რომ ნახე მთელი ამ დროის მანძილზე ანი ჩვენთან კარგად არ იყო. აი ყოველთვის შორს იყო, შორს. რაც გიორგისთან ეს კონფლიქტი დაძაბულობა მოვიდა, ჩვენსკენ გადმოიხარა. ეს ხო ყველა მიცის, ეს ხო მაყურებელმაც ნახა, ჩვენც ნახეთ, რა ვიცი. ჩვენც მოდი ჩვენ არ ვიტყვი, მე ვიტყვი პირადად, მეც მივიღე ანი, მევცემ გიოს პატივს. გიო მომწონს, გიო მიყვარს, გიო კარგი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიურია და კაი თვალები აქვს და რაღაცა, ანუ მაგასთან მაგის გარეშეც ტიპაჟურად კაი ადამიანია. გექნებოდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობა? გიოსთან? თითის სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ არ გამოვა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ გიოს ჩემნაირი ქალები არ ვყავს. გიოს ცოტა სხვანაირი ქალები უყვარს, უფრო ქალურები, უფრო ჩამოყალიბებული. აი თეო კარგი გოგოა, იმიტომ რომ თეო უნდა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ თეო რაღაცნაირად მაყურებელს ყავს შეწყალებული და შეცოდებული იმის გამო, რომ მიტოვებულია და ასე შემდეგ. არა. ანუ ეხა თეოზე ცუცვა უბრალოდ ავთანდელი დისკვალიფიკაციით არის გაძევებული ჩვენი პრაიმ ჰაუსიდან და თეო მიდის და ხვდება ავთანდილს და რაღაცა, ანუ ხალხს აბოლებს. ჩახვეული ფირფიტასავით ყველა ერთსა და იმავე სიძახის თეო, აი ერთსა და იმავეს, რომ თეოს და მე უბრალოდ ვიმეორებ. თეოს დაუჭირა მაყურებელმა მხარი, იმიტომ რომ ცუდად მოექცა ავთო და მერე თეონა გავიდა გარეთ, შეხვდა ავთოს, იყო თუ არა ეს შენი გულშემატკივრის ხალატი და ყოველ ინტერვიუზე სადაც მაგას მეკითხებიან და მსგავს კითხვებს რასაც მისვავენ, ძირითადად სულ ერთი და იგივე პასუხს სცემ რა. ანუ კი გასაგებია რომ ეგ ადამიანი ცუდად მოიქცა იმ მომენტში და ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა აქ, ჩემთან მიმართებაში ვიძახი და არა დანარჩენებთან მიმართებაში. მაგრამ აი არ ვარ ბოროტი ადამიანი რა, არ მიყვარს იგივე ტიპ უპასუხო ადამიანს, რომლის მიმართაც მით უმეტეს როცა გულგრილი არა ხარ რა. წარმოიდგინე რომ შენ და გიორგი ხართ თეო და ავთო, ანუ გიორგი გავარდა, მე არანაირი კონტაქტი არ მექნებოდა გიოსთან. აი უბრალოდ რა წარმოვიდგინოთ ახლა, რადგან ამ ოთახში ვართ ჩაკეტილები და მე თვითონ ვარ ძალიან დაძაბული, დავძაბოთ უფრო მეტად და წარმოვიდგინოთ რომ ფინალში ხარ გიორგისთან ერთად. არ იქნება რთული? სიმართლე გითხრათ? ძალიან დიდი პრობლემა კი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, მე რო გავიმარჯვო და მე მოვიგო ეს პროექტი, ძალიან გამიხარდება, მაგრამ გიომას რომ მოიგოს და გიომას რო გაიმარჯვოს, ის გამიხარდება. მინდა ვინ წარმოგიდგენია ფინალში? არ ვიცი. კაი, ვისთან ერთად ისურვებდი რომ იყო ფინალში? თეოსთან ალბათ. პატრიკთან. პატრიკი არის ის ადამიანი, ვის გვერდში დგომაც, აი ფინალში ძალიან გამიხარდება.
მე მგონი ძალიან კარგად ჩაიარა დღემ, რაც მთავარია დიდად არავის არ უჩხუბია, რაღაცები გავაკეთეთ და რაღაცა კარგი იყო. შენ რომ იყო ჟიური ახლა ამ კვირაში. უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი. ხო. და გყავს 3 აუთსაიდერი, ხო? ანი, სალომე და თეო. და მოდი ვთქვათ პირობითად ანი არის ხალხის რჩეული. ვის დატოვებს სალომეს თუ თეოს? სალომეს. სალომეს. კარგი. სალომე არის ხალხის რჩეული. ვის დატოვებს? ანის თუ თეოს? აქ ვთიშა პირად სიმპათიებს ყველაფერი უნდა გათიშო, რა თქმა ჩემი უნდა. მეზობელია და რაღაცა და კარგი ვთი. მე ვფიქრობ, რომ ჟიური დატოვებდა თეონას. თეონას. კი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი ვისაეჭას. აი მე მაინც მგონია, რომ თუ თვლის ხალხი, რომ ეს ადამიანი უნდა გადავიდეს, მაშინ უნდა იაქტიურონ. საერთოდ რა შეგნებაზე და რა ზრდილობაზე და რომელ პატივისცემაზე ლაპარაკი, აი ვერ ვხვდები. რა მოხდა ხო და რა ხდება? აი რა ხდება და ანი ამბობს, რომ მე გავხდები ხმის ლიდერი, თეოს გადაარჩენს ჟიური, სალომე ნახლერამ, აი ესეთ რაღაცას ეტყვის. ეტყვი ხვალ მაგას? რა თქმა უნდა, ხო მაინტერესებს რას ნიშნავს. და კიდე მაინტერესებს თეო, თქვი ახლა მე გაგიჩალიჩეთ, შენ დაავთოს, რო ის რა ქვია, შეგახვედოთ და მე ფოტოები გადაგიღეთ? მოიცა რა? აი, განიხილავენ მაგას და ამბობენ, რომ სალომემ შეახვედრაო, თეო დაავთო. ხო, მაგრამ ხო იქ იყავი. კი. და ეტყობა მაგიტომ. ხო, მანქანაში ვზივარბად. იცი რატო ხდება, მე გეტყვი ხარ, რატო ხდება ეგ ყველაფერი. როცა გეკითხებიან რაღაცას, ნახე, თუნდაც რა ხდება შენ და ავთოს შორის. და რო ამბობ, რომ ანუ არ განვიხილავ მაგ თემას, არ ლაპარაკობ საერთოდ. დღეს როგორც გითხარი, ნახე, რომ არ ლაპარაკობ რაღაცაზე, ხალხი ატრიალებს როგორც უნდა, ანუ ისინი ვისაც სიტყვაზე ცუდი უნდა შენთვის ან ცუდი გასაგებია, არა, ნახე, ამბობენ თავის ვერსიებს. ხო და ნახე, თეო, შენი საუკეთესო მეგობარი ამ შემთხვევაში სალომე რო გეუბნება, რომ ჯობია რომ მოყვე იმისთვის, რომ არ იყოს რაღაცა манипуლირება ფაქტებით და ესეთი ინტერპრეტაცია, რაც შენ არ გაწყობს. მაინც რატო იკავებ თავს? არ მინდა ჯერ უბრალოდ იმდენად იმას არ აქვს ჩავლილი იმ მომენტს კიდე ახლიდან უნდა დავიწყო მაგაზე ლაპარაკი და ან ჯერ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა. ხვალდაზე შეიძლება ვთქვა. სანამ ჯერ არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, მე ვიჭყლეტები შუაში. აი როგორ შენ თვითონ მოყევი როგორ იყო? დამირეკავთო, სადახარო მკითხა, მეთქი სალოსთან და ავთოსთან, სალოსთან და კახისთან ერთად ვარ მეთქი ესე ტელეფონი მოჩქეს მეთქი, რა ქვია, პეკინზე ვარ თქო და მე ქეთისთან ერთად ვარო, აქა და აქა და თუ გამოხვალთო გნახავთ, ხო ეგრე იყო? ხო. მეთქი დაგირეკავ ცოტა ხანში მეთქი გეტყვი პასუხს თქო. სალოს ვკითხე რომ მეთქი რა ვქნათ, გავიდეთ თუ რა გავაკეთოთ თქო და ბოლოს შევთანხმდით რომ გავსულიყავით, ხო ეგრე იყო? გავედით, შევხვდით ერთმანეთს, ეგ იყო გადაკვეთა ჩვენი. და მოიცა ესენი დატოვე? ერთად? ხო. ან იძახის რომ ისა თეო წერტილი დასვაო, მაგრამ ჩანს რომ წერტილი არ დასვაო. აუ როგორ მინდა რომ ანი დარჩენილიყო დღეს ჩვენთან ერთად. კარგი იქნებოდა რომ სამივე ყოფილიყავით და რაღაცნაირად ეს დაგველაგებინა დღესვე. რომ ხვალ არ ყოფილიყო ეს სადარდებელი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ისედაც დაძაბულები ხარ. დავიძინათ მეგობრებო, მე დილას უნდა ავდგე, წავიდე. ყველაძელი